საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაემიჯნა. ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად კოორდინირებული ქმედებისაკენ მოუწოდა დანარჩენებს. მათ შორის იყვნენ დემოკრატიული მოძრაობა „ერთიანი საქართველო“, ეროვნული ფორუმი. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიამ. საარჩევნო ბლოკის ალიანსი საქართველოსთვის განცხადებით არჩევნების ბოიკოტირებამ ნიჰილიზმი გააღვივა ამ მომრჩევლებში, რამაც განაპირობა მათი პასიურობა. არჩევნების შემდეგ რომელშიც უმრავლესობით ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, აქტიური კონსულტაციები გაიმართა ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის. მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ მაშინდელმა ლიდერმა ზურანო ღაიდელმა და მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ოპოზიციური ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. ერთ-მეორე მხრივ ოპოზიციურად გაწყობილი საზოგადოების ნაწილის მიერ სექტემბერში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ეგრეთ წოდებული წარმომადგენლობითი სახალხო კრების ფორმირება დაიწყო. როგორც საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი უზენაესი ორგანოსი, რომლის მიზნადაც არსებული ხელისუფლების შესვლა დასახეს, ვადამდელი დემოკრატიული და სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გზით. ამ იდეას აქტიურად დაუჭირა მხარი დემოკრატიული მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. საინიციატივო ჯგუფმა სახალხო კრების თარიღად 25 ნოემბერი დაასახელა. იმავდროულად მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივით გრძელდებოდა კონსულტაციები ახალი ოპოზიციური გაერთიანების შესაქმნელად, რომლის შედეგადაც ოქტომბერში დაფუძნდა ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული პარტია“. 2010 წლის ნოემბერში სახალხო კრებას შეუერთდნენ ბლოკი „ეროვნული საბჭო“, „ეროვნული ფორუმი“ და „ქალთა პარტია“. სახალხო კრების სანქცირებული აქციების ვადა 25 მაისს ღამის 12 საათზე ამოიწურა. 26 მაისის დადგომისთანავე რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეები სულ რამოდენიმე წუთში წყლის ჭავლით, ხუთავი აირითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს. თვითმხილველთა ინფორმაციითა და სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სააგენტოების მიერ გავრცელებული ფოტოებისა თუ კადრების მიხედვით, სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. 26 მაისი, ღამის 1 საათი. შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს 00 საათსა და 10 წუთზე. მას შემდგომ, რაც აქცია არასანქცირებული გახდა. პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან გაანთავისუფლა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო აქციის რამოდენიმე მონაწილე დააკავეს, აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. რამოდენიმე ხანშივე ცნობილი ხდება, რომ აქციის დაშლას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დააკავეს აქციის რამოდენიმე ორგანიზატორიც. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მოგვიანებით ყველა გაანთავისუფლეს. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე სახალხო კრების საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებულთა და დაზარალებულთა შორის ჟურნალისტებიც იყვნენ. მოგვიანებით რადიო თავისუფლებას აღნიშნულ ინფორმაციას თაზო კუპრეიშვილი ინეტგაზეთის ჟურნალისტი უდასტურებს. ციტატა: იყო კვამლი, ისროდნენ რეზინის ტყვიებს. დავიწყე ყვირილი, ჟურნალისტი ვარ და გამიშვით მეთქი, მაგრამ ჩემმა ყვირილმა არ გაჭრა. ალყა შემომარტყა 1000 სპეცრაზმელმა და დამიწყეს ცემა. 26 მაისი, დილის 9 საათი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ბრიფინგს მართავს. მისი განცხადებით სახალხო კრების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აქციის დაშლის დროს თავის თანხმდელ პირებთან ერთად ავტომობილების საშუალებით რუსთაველის გამზირით დატოვა. მისი ესკორტი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი, 1 პოლიციელი, 1 კი აქციის მონაწილე გარდაიცვალა. დაშავდა კიდევ 4 პოლიციელი. ოფიციალური მონაცემებით მიტინგის დროს დაშლის დროს დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 8 პოლიციელი, 1 ჟურნალისტი და 27 მშვიდობიანი სამოქალაქო პირი. ციტატა:
შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი და მოქალაქე ნოდარ ცხადაძე. პირველადი დათვალიერებით ორივე მათგანს აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები, რაც დამახასიათებელია ავტოსაგზაო შემთხვევებისთვის. იმავე დღე, დილის 12 საათი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი მორიგ ბრიფინგს მართავს და დაკავებულთა შესახებ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს. ციტატა. ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება 90-მდე პირი, რომლებსაც შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა 2 თვის ვადით. რამოდენიმე მათგანზე აღზრულია სისხლის სამართლის საქმე. აქციის ორგანიზატორები დაკავებულები არ არიან, ამასთანავე ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ აქციის ორგანიზატორთა ნაწილი განიხილავდა მასობრივი არეულობისა და ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის გეგმას. მტკიცებულებებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო შოთა უტიაშვილის განცხადებიდან რამდენიმე წუთში ავრცელებს. ფარული აუდიო ჩანაწერების მთავარი გმირები სახალხო კრების ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე არიან. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ჩანაწერიდან ისმინება, დედაშვილი სამოქალაქო ომის შესაძლებლობას განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ნინო ბურჯანაძე და მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა გზას განიხილავენ, მათ შორის სამოქალაქო ომსა და სისხლის ზღვრას. ბიწაძე ბრჭყალებში ეგვიპტის სცენარს უჭერს მხარს და აღნიშნავს, რომ მიზნის მისაღწევად 100-დან 500 კაცის სიკვდილის ღირს. ბურჯანაძე ფიქრობს, რომ რუსეთის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება პოლარიზებულია და პროცენტულად 50-50-ია. მათი ვარაუდით აქციაზე 30,000 მხარდამჭერი გამოვა. ბიწაძის შეფასებით ჯარი სუსტია და იმ შემთხვევაში თუ კოჯრის სპეციალური დანიშნულების ბატალიონის სროლას გაბედავს, მათ რუსეთის სამხედრო დაზვერვის იგივე გრუს სპეცრაზმთან მოუწევს საქმის დაჭერა. 26 მაისი, შუადღის 2 საათი. რადიო თავისუფლებაში სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი მოდის და მეუღლისა და ძმის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ითხოვს. ციტატა. მიუმართავ ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროს, ადამიანის უფლებათა დამცველს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს აიყვანონ ეს საქმე საკუთარი მონიტორინგის ქვეშ. მოიძიონ ეს ადამიანები სად არიან, ცოცხლები არიან თუ მკვდრები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, იგი ირაკლი ბათიაშვილი და მისი ცოლის ძმა დაკავებულები არ არიან. ციტატა. ბათიაშვილი არ ყავს დაკავებული, არც დაგვიკავებია, არც გვინახავს და არც ვიცით არაფერი მისი ადგილსამყოფელის შესახებ. იმ კადრებს, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს მართლა წვიხებით ადგენდნენ წამართენ აპარატი. ჟურნალისტი ხარ, საიდან ხარ? გურიანიუსიდან. სახელი გვარ მითხარ. ნატო გოგელია. და ისა რამდენი ცემდნენ დაინახეთ? 5-6 ბიჭი ესე გაკავებული ყავდა სპეცრას, აი რუსთაველი ჩამოსასვლელდა რა.